ვიზო რეჟიმები ასეთ ქვეყნებთან, სადაც 200 და 300 მილიონი კაცი ცხოვრობს. 200 და 300 მილიონი. აი ეს კატასტროფა მოიტანა და თქვენ აბსოლუტურად მე ამას წინა ვთქვი ეთერში. 5 წელია საჭირო. 5 წელი. საქართველოში დაიწყება ის, რაც ხდება შვედეთში. რომ ღამის საღამოს 7 საათის შემდეგ ქუჩაში ვერ გავა. თეთრკანიანი, თორემ გააუპატიურებენ. ქუჩაში. არაბები, ავღანელები, ირანელები, ძირითადად არაბებზეა ლაპარაკი. აი ეს დაიწყება საქართველოში. ქართველებო მე ყოველგვარი რაღაცა კი არ ვაშინებ ვინმეს. ეს მოხდება და მე აქ ისა რა ქვია მე ვაკელი ვარ და საბურთალოელი ვარ და აბა ნახალოვკელები. არა არ გამოვა ზამიკო ეგ ამბავი. დამთავრდება ეს ამბავი. ესენი ჩვენ გადაგვჯეგავენ. ხო ხედავთ აი ეს პატარა ბავშვი რო სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვირუსულად ის ვიდეო რომ იგინება პატარა ბავშვი სტადიონზე ვეღარ შევსულვარო ვერ მითამაშნიაო და არაბები თამაშობენ ფეხბურთს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ეხლა ხო სტადიონებზე აღარ არის და მალე სახლებიდანაც გამოგვრეკავენ. გამოგვაგდებენ იქედან. ხო და აი ამას სჭირდება მიხედეთ ამას. დააწესეთ სავიზო რეჟიმები. არ შეიძლება ასე უპრაგონოთ ამდენი ხალხის, ამდენი ჩადრიანი სამ ქვეყანაში ესე აღმად-აღმასიარული.